განწყობას. Პარლობა უღმეს. გაღვიძებას. ჩვენ კი განვაგრძობთ თავარი თემით. გარკვეული პაუზის შემდეგ ნუკრი კაპანაძე ფარს აუდიტორიის წინაშე წარსდგება. ახალი რეპერტუარითა და განსხვავებული სტილით შეხვედრა ნუკრისთან კლუბურ სივრცეში მოხდება. ბევრი სიმღერა იმპროვიზირებულად იქნება შესრულებული ამ საღამოს ვიქნები ძალიან გულწრფელი, ისეთი როგორც ცხოვრებაში ვარ. გვპირდება ნუკრი კაპანაძე და 10 ივნისისთვის ეპატიჟება მსმენელს. თუმცა მანამდე მუსიკოსი კონცერტმაისტერ ნინო გულიაშვილთან ერთად დილის გადაცემის სტუმარია. დილამშვიდობისა უღმესი მადლობა რომ ჩვენი სტუმრები გწევდებით. გილოცავთ პირველ რიგში იმას დაგეგმილია ეს არაჩვეულებრივი საღამო, მაგრამ რატომღაც გამორჩეული გულახდილიო. რა სხვაობა? დილამშვიდობის სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, რაღაცა ცოტა ყურში ხდება ხოლმე რაღაც პაუზის შემდეგ. მე არ ვფიქრობ, რომ რაღაც პაუზა იყო ნამდვილად. მე ვფიქრობ, რომ დღეს როგორც არასდროს ისე ვარ სავსე შემოქმედებაში, მყავს არაჩვეულებრივი პიანისტი, რომელთან ერთადაც მუშაობ და ყველაზე საინტერესო პერიოდი თავისი რეპერტუარით, თავისი გააზრებული რაღაც მიწოდებით ალბათ ამ სათქმელის მაქვს ახლა. მაგრამ რატომაც ეს არ ყოფილა პაუზაც მუსიკაა, ასე ამბობენ ხოლმე მუსიკოსები, ამიტომ თქვა, ყველა სასაკე უნდა ჩამოვა. რეპერტუარი ერთი და გააზრებული მეორე. და რა? რომ რას ნიშნავს გააზრებული? არა, აი ახლა ვარ ყველაზე სავსე. უბრალოდ მე არ ვარ ის ნობის წინხში ამაზე რაღაც იმუშაოს და აი სწორედ ეხა აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ 2 წლის წინ ძალიან საინტერესო კონცერტი გავმართეთ ნინო ჩხიკვაძის საავტორო მუსიკა სამმა ნინო ჩხიკვაძე, ნინო გულიაშვილი და მე, ეს იყო რუსთაველის მცირე დარბაზში. მაგრამ სამწუხაროდ რაღაცნაირად ეს არ იყო ისე დაგეგმილი, რომ ამის გაპიარება მომხდარიყო, აი ეს ამას გულისხმობდი. აი ახლა სწორედ გადასარევი ბიჭია გიორგი საკარული, ესეთი, რომელმაც ითავა ეს ამჯერად კლუბურ სივრცეში უკვე. იცი რა, მე მესმის დიდ სცენებზე. ის რა უფრო მეტი კონტაქტი და ახლა. მე ძალიან მიყვარს თან იმ სიმღერას, რასაც მე ვმღერი, ჩემთვის თავარია სიტყვები, ლექსი არის ამოსავალი სიმღერაში და როცა შორს ხარ მაყურებელთან ძალიან რთულია, გინდა რომ სულ ჩახედო. ის მოსაზრებას გვესმის, რომ მოკლებულები არიან მომღერლები დღეს დიდ დარბაზებში და დიდ სცენებზე გამოსვლას. ხო, ეს კითხვა საკითხია. სამწუხაროდ ძალიან გადავეჩვიეთ და ყოველი გასვლა ესეთი თითქოს სტრესია უკვე და ეს სტრესი არ უნდა იყოს, ხშირად უნდა იყოს. ნუ რას ვიზამთ ახლა ესე, ალბათ ეგეც იქნება, მაგრამ კლუბი გადასარევი. თქვენი კოლაბორაცია უკვე ჩვენი მეგობრობა სავარაუდოდ ალბათ 8-9 წელს. მე და ნუკრიმ ერთმანეთი ადრე გავიცანით უფრო, მაგრამ ესეთი მუსიკალური თანამშრომლობა ჩვენი შედგა ერთ-ერთი თანამედროვე კომპოზიტორის ქეთი გაბისიანის საღამოზე და იქ მოხდა ჩვენი მუსიკალური აზრების თანხმედრა, ასე ვთქვათ. მე გავაგრძელებთ უკვე ურთიერთობა და საინტერესო რაღაცების მოვიფიქრეთ, მე ასე მგონია. ცოტა იმ საღამოზე ვისაუბროთ, რაც 10-ია დაგეგმილი, რეპერტუარში შედის ძველიც, ახალიც, როგორი გადაწყდება. რეპერტუარი ხა კლუბისთვის, რა თქმა უნდა, სხვანაირად უნდა წარსდგე, ის მას რასაც დიდ სცენაზე აკეთებ, რომანსი შეიძლება ძალიან რთული მოსასმენი იყოს, არა? ამ წლების განმავლობაში დაგროვდა იმდენი სიმღერა, ისეთი რეპერტუარი, რომ იქიდან ამორჩევა შეიძლება, რომელიც მოერგება თავისი ტემპით, რითმით კლუბს. შეიძლება რომანსიც კი მოუნდეთ. აი ვნახოთ, ყველაფერი იქნება იმპროვიზირებული. აი ამ ეტაპზე კონკრეტულად თქვენთვის რომელია ყველაზე მისაღები და ახლო? რა? უშუალოდ ანუ რა ჟანრის? იქნება ეს რომანსი, იქნება ეს არის საესტრადო, ქართული საესტრადო სიმღერა. ეს არის ქალაქური ჟანრი, რომელიც ნუკრისთვის ძალიან მშობლიურია. კი, და აქ შესრულდება ნუნუ დუღაშვილი, ნუნუ გაბუნია, მაცაცო, რაჟა აზარაშვილი, ეს ის სიმღერები, რომლითაც მე დავუშვათ გამოვედი და რომლითაც დავუშვათ შემიყვარა დატაში დაუგრა მაყურებელმა და ამის შემდეგ იქნება კიდევ ახალი რეპერტუარი. და სასიხარულო რომ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდა შემოქმედ კომპოზიტორს ხვდებით, რომელიც
ასე თავის სიმღერებს თავაზობენ ხშირად სხვა მომღერლებს. მით უფრო ალბათ ბევრისთვის დიდი პატივიც იქნება. ხო, მარქანია გასი შემოთავაზებები ვთქვათ. ახალგაზრდა კომპოზიტორებისგან, რომლის რაღაცა თანამედროვესა და კლასიკურ შორის რაღაცა სინთეზურს თავაზობენ ხოლმე მსმენელს ხშირად. ჩვენი ახალი გატაცება ეს არის ბალადური ჟანრი, რომელიც ბოლოს უკვე რამოდენიმე წელია ნინო ჩხიკვაძესთან ერთად ვამუშავებთ და გამოგვაქვს. ეს არის ჩემი ნამდვილად ის რაც სათქმელი მაქვს. გამოდიხარ და ყვები რაღაც ისტორიას. ნამბობს. ეს არ არის საერთოდ მნიშვნელობა რადგან პირველ რიგში ეს სამივესთვის ნინო არ არის აქ მხოლოდ რომელიც იკეთებს არა ეს ჩვენ მთელი აზრით და მთელი აზროვნებით ვართ სამივე ჩართული აი მძიებაში. ეს ძიება არის ყველაზე დიდი ბედნიერება პროცესი. თუმცა ყველა სამივე რაღაცა კომპონენტს ძერწავს და იმიტომ ხო აი რაღაცა ძალიან შეკრული ძალიან ხშირად ჩხუბობთ ხოლმე ამათოთ მაგრამ ეს არის არა ეს თავარი ვისმენთ და ჩვენ ვაფასებთ და პოულობთ ჩვენთვის ძალიან ხალხი ვინც ბევრი წელია პატივს ცემს ალბათ ნუკრის დაბადიშო ჩვენი მაყურებელი თქვენს რეპერტუარში ხშირია ასევე საბავშვო სიმღერები აი საბავშვო სიმღერა ისე დამაბრუნა რაღაცა ბავშვობაში. აი ნინო წერს თანამედროვე საბავშვო სიმღერებს წერს ნინო. ძალიან ბევრი საბავშვო სიმღერა ვიცით ხო ჩვენ მოგვისმენია, მაგრამ ნუ ახლა ეს ისეთი გამომსახველია ნინოს მუსიკა, იმიტომ რომ ნინო ეძებს ხოლმე სიტყვას, ლექს ეძებს და ლექსები არის ნუ გმირებია თვითონ იმაში. მულტფილმის პერსონაჟები და სულ გინდება რომ ითამაშო და ჩაერთო. ხო, აი თამაში გინდება. ეს არ არის მარტო ლამას თაგორებზე იმღერო, მარტო ესე შორიდან. არა, შენ თვითონ ხარ პერსონაჟი, რომელიც საინტერესოა და ამ დროს ბავშვები ისიც რაღაცა უიღბლო სიყვარულზე, განშორებაზე, რაზე ამღერიან ხოლმე. საინტერესოა თქვენი შესაძლებლობა. ნუ რამდენიმე მახსოვს, მაგრამ ეს არ გულისხმობს საბავშვოს რეპერტუარს. დღესის ღამდილით. იცით, ახლა ჩვენ ვაპირებთ რაღაც ახალი პროექტი საბავშვო სიმღერები დიდებისთვის. აი ასეთი, ამას შეასრულებენ უფროსი თაობა მომღერლების. ხო, ალბათ ამას და არა დიდების სიმღერები პატარებისთვის. მაჟორულია საოცრად. მეორე სულ იყო ეს რაღაცა პრეტენზია, რომ ამ ქართულ სიმღერებში რატომღაც ჭარბობდა ეს ტირილი გოდება. ტირილი გოდება, მე მგონი გავიღიმეთ. როგორც იქნა და ბავშვები მებიდან მე მგონი ხანხარზეც კი გადავედით ისეთი მულტფილმის იზინია იქ რა. კარგი. დღეს როგორ შეგვიძლია ამ განწყობას და რა სიმღერით? დღეს თეონა კინწურაშვილი არის არაჩვეულებრივი მუსიკოსი და აი მის სიმღერას ვიმღერებს და დილის განწყობას მე მგონი მოუხდება. ენკი ბენკი მორის ფოტოსტუდიას იმისთვის რომ ჩვენთან ერთად რუსთავიორის მაყურებელი გულიაშვილი ასრულებს ნუკრი კაპანაძე. სიმღერა ეკუთვნის თეონა კინწურაშვილს, ტექსტი კი მორის ფოცხიშვილს გისმენთ. თითქოს გუშინ დასრულდა შინ და გარეთ შინ ჯრელკაბიან ასულთან თამაში ენკი ბენკი სიკლისა ენკი ბენკი და ძლების იჯაბუგისა გავიდა ენკი ბენკი სიკლისა ენკი ბენკი და ძლების სიტმა ძვილისა ხომარ დაგვიწყებია ენკი ბენკის ხმა რახანია გეძებდა ვერ მიპოვნი ხარ ენკი ბენკი სიკლისა ენკი ბენკი და ძლების სიყვარულისა შენკი არადა
მადლობა ნინო გურიაშვილს და ნუკრი კაბანაძეს. დღეს რომ თქვით რომ ტექსტს ვანიჭებ მნიშვნელობას. გავამახვილეთ ყურადღება. კაბიან ასული. ეგრევე დავიჭირე ტექსტი და იდენტიფიცირება. ყველაფერი გათვალისწინებულია. უღრმესი მადლობა. სასიამოვნო წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ კი განვაგრძოთ. დაინახე ყველაფერი ამ სლოგანით ჩატარდა გუშინ კონცერტი კონსერვატორიის დიდარბაზში. შავ-თეთრი კლავიშებით აჟღერებული ნიუანსების ფერთა პალიტრა. ვირტუოზული ტექნიკა, არტისტიზმი და